2015 წლის ასოცირების საბჭოსთვის მზადების დროს ძალიან კაფიოდ გამოიკვეთა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ანუ ამ პერიოდში საქართველოს უკვე ყველა რეფორმა განხორციელებული ჰქონდა და ჩვენი მთავარი მიზანი უკვე იყო ვიზა ლიბერალიზაცია. ანუ ჩვენ მუშაობთ ვიზა ლიბერალიზაციაზე, განხორციელდა რეფორმები, წარმატგინეთ ეს ასოცირების საბჭოზე, სადაც განხილულ იქნა, ასე ვთქვათ, ეს საკითხები მთლიანად და ჩვენს დღის წესრიგში ახლა რასაკვირველია არის ის, რომ დეკემბრის თვეში დაგეგმილი ევროკომისიის ხდომაზე იყოს შესაბამისი დადებითი დასკვნა. ანუ ჩვენ, ასე ვთქვათ, 14 ნოემბერს შევხვდით და ამ ვიზიტის ფარგლებში ბუნებრივია რომ მთავრობას გარდა ამ ფორმატში მონაწილეობისა ჰქონდა მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიის წარმომადგენლებთან, ევროპარლამენტარებთან, საექსპერტო საზოგადოებასთან, ეგრეთ წოდებულ think tank-ებთან, ვისაც ტრადიციულად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მოგეხსენებათ აქვთ შესაბამისი გავლენა და ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ ზუსტად ამავე პერიოდში, ამავე თვეების განმავლობაში ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიცემის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, ლობირებდნენ და პირდაპირ ყველა ამ შეხვედრაზე, როგორც გითხარით, ეს ევროპარლამენტარები იყო, კომისიის ბიუროკრატი წარმომადგენლები თუ ასე ვთქვათ, ექსპერტები, ყველა გამოხატავდა იმ პოზიციას, რომ აბსოლუტურად გაუგებარი და აუხსნელი იყო. როგორ შეიძლება რომ ასე ვთქვათ იმ პერიოდისთვის წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც გაცხადებული ქონდა პროევროპული განვითარების მხარდაჭერა და ამ ქვეყნის პროევროპული განვითარების ასე ვთქვათ ძალისხმევის მხარდაჭერა, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო ქვეყნის მოსახლეობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, როგორც არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, ეს გადაწყვეტილება დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ.